მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს იქნება ბოლო გადაცემა ჩვენი ეთერში, როდესაც გავა 9 საათზე. ხა ისე დავიწყე ვიღაცა მიფიქრა ბოლო გადაცემა და იხურებიანო და ჩვენი მტერი დაიხუროს და ჩვენი მტრის გასახარად არასდროს არ მოგასმენინებთ ასეთ რამეს, მაგრამ მტრები ბევრი ყავს ისე და ამაზე გეტყვით რასთან აქვს საქმე. ესე იგი, ნუ გადავწყვიტეთ, რომ ხვალიდან და ამას რამდენჯერმე გავიმეორებ, ხვალიდან უკვე ჩვენი გადაცემა დღის შეჯამება ყოველ დღე გავა საღამოს 11 საათზე. კარგად დაიმახსოვრეთ. საღამოს 11 საათზე, 23 საათზე გავა ეთერში. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა რიგ მიზეზთა გამო. ჩვენ კომუნიკაციის კომისიამ, კარგად მოგეხსენებათ, დაგვაჯარიმა შემდგომში გარკვეული ასევე რაღაც გარკვეული მოქმედებები არის ჩართული და ყველაფერი ეს ცოტა არ იყოს სიმართლე რო გითხრათ შეშფოთებას იწვევს ჩვენი. იმიტომ რომ როცა მთელი ტელესივრცე არის დაბინძურებული, როდესაც ჩვენ ვხედავთ პირდაპირ მოწოდებებს სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვისმენთ მოწოდებებს ძალისმიერი მეთოდებით, რომ ხელისუფლება დაამხონ, როდესაც გვესმის, რომ რევოლუცია უნდა, პირდაპირ ჟურნალისტი ეუბნება პოლიტიკოს არ მინდა ერთი ტელესექსდივა, უნდა აჯაყდეთო დაამხოთ ეს ქვეყანა ხელისუფლება. არავითარი რეაგირება ამაზე არ ხდება. ჩვენ ტელევიზიას აჯარიმებენ იმის გამო, რომ რესპონდენტმა თქვათ რაღაცა გარკვეულწილად ცუდად უწმაწურად თქვა, ჩვენ მივეცით ამაზე შენიშვნა, მაგრამ ისე რა ქვია ბატონ ნიკოლოზ გაეღიმაო და მე ყოველთვის გამეღიმება რაღაც სასაცილო თუ ითქმევა აქა. მე ის არა ვარ რა ქვია რობოტი რო არ გამეღიმოს და ხშირად ვცდილობ რომ თქვენ მაყურებელს გარდა იმისა რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე ვცდილობ რომ განწყობაც აღიმაღლოთ, იმიტომ რომ ვიცი რომ რა მძიმე ვითარებაში გიტევ ცხოვრება. თურმე ესე იგი მე აქ ვიღაცა რომ რაღაცას იტყვის და თან შენიშვნას მივცემ და რომ გამეღიმება ეს თურმე არ ითვლება იმათ და თან კიდე რაღაცა თუ გამოვალ ცოტა ისეთი მძაფრი განცხადებებით თურმე ეს არ შეიძლება. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან დიდ ეჭვებს გვიღძრავს, რომ სამწუხაროდ რაღაც გარკვეულ უწყებებში თლათ ისე არ არის საქმე. სიმართლე რო გითხრათ, მე ვფიქრობდი, რომ სასამართლოში გაგვესაჩივრებინა გადაწყვეტილება კომუნიკაციის კომისიისა, მაგრამ არა გვაქვს ჩვენ ამდენი რესურსი. რამდენ ფრონტზე ვიბრძოლოთ, მაინტერესებს. ვის ვებრძოლოთ? სოდომისტებს, ნაცებს, ლიბერასტებს, სხვადასხვა უცხო ქვეყნის აგენტურას, იმიტომ რომ თავდასხმები ჩვენზე არის. ჩვენ კარგად მოგეხსენებათ, ყველგან ესე იგი ქონდა გაგზავნილი წერილი, რომ უნდა ჩართულიყოს იქნედზე და კომუნიკაციის კომისიამ სამწუხაროდ ამაზე რეაგირება არ გააკეთა. როდესაც ტელევიზიის უფლებები ირღვევა, კომუნიკაციის კომისიამ ამაზე ხმა არ უნდა იმაიღლოს. წესრიგში ქონდა ყველაფერი, ქონდა ძალიან დიდი ხანის დიალოგი მათთან და ვთხოვეთ რომ რაღაც გარკვეული ზომები მიეღო. და მიუხედავად ამის არაფერი, არავითარი ჩვენ კანონით გვეკუთვნოდა ის რომ ჩართულიყო ჩვენი ტელევიზია სილქნეთში და არავითარი ამაზე რეაგირება არ მოხდა. აბა თუ კი კომუნიკაციის კომისიამ ამაზე რეაგირება არ გაკეთა, მარტო სადამსჯელო ფუნქცია უნდა კონდეს ტელეკომუნიკაციის კომისიას? მარტო ვიღაცები უნდა დასაჯოს? მე მესმის ზოგიერთისთვის შეიძლება ცოტა ისეთი უხერხული დრო იყოს, იმიტომ რომ ადამიანი რომ მოდის სამსახურიდან დააღლილი, უნდა რომ დროზე დაწვეს ხვალთვის ადგეს, მაგრამ ნუ ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ საღამოს 11 საათს დაკავშირებით, რომ იქ უკვე ასე თუ ისე უფრო ნაკლები ბერკეტები აქვთ რომ მოგწვნენ და რაღაცა გარკვეულწილად პრობლემები შეგვიქმნა და ხა სტუმარზე კიდე პასუხისგებლობა უკვე აღარ დაგვეკისრება და მე აქ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი ტელევიზია. მე ვერ გავაკონტროლებ აქ იმას რომ ვინ რას იტყვის და როგორ იტყვის.
და მე მაინტერესებს სხვა ტელევიზიებში მოწოდებებია იმაზე პირდაპირ დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენასთან გვაქვს საქმე ამაზე მე არ ვიცი რეაგირება არ ჩანს იმიტომ რომ ეს ტელევიზიები აგზელებენ ფუნქციონირებას და ჩვენ მოგდგენ და მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო ერთი რა თქვენ საერთოდ ვერ გავიგეთ რომ ეს აჭარის ტელევიზია მიეცით ნაცებს პირველი არხი მიეცით ნაცებს ესე იგი ჩვენც რომ ნაცები არა ვართ ამიტომ უნდა დავგვსაჯოთ მე მინდა მივმართო ეხლა ძალიან ბევრი გვიყურებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან ვერ გავიგე ეს ეხლა თქვენ გონიათ არ მივა იმ კაცამდე ეს ხმა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ეს ინფორმაციები იქამდე მივიდეთ სადაც საჭირო არის რა ხდება ესე იგი ჩვენ რახან ნაცმოძრაობის ინტერესებს არ ვახმოვანებთ ამის გამო უნდა დავჩაგროთ ჩვენ ტელევიზია რომელიც მაუწყებლობს გორიდან რომელსაც არანაირი ფინანსური საშუალებები არ გააჩნია პირადად მე აქ მუშაობ რაღაცა აი ენთუზიაზმზე სიმართლე რო გითხრა იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივარი და საქართველოში სამწუხაროდ არავინ აღმოჩნდა არც პატრიოტი ბიზნესმენი არც ვინმე ისა რომ რაღაცა გარკვეულ დახმარება გაეწია ჩვენთვის მაგრამ ჩვენ ხო ის ერი ვართ კაცო აი იმ დღეს ვიყავი იმაში რა ქვია სამთავროს მონასტერში და აი გულზე აი რაღაცნაირად იმოქმედა რომ ჩვენთვის უსათაყვანლესი უდიდესი პოეტი ჩვენი კინორეჟისორი რომელსაც უმაგრესი ფილმები აქვს შექმნილი ჩვენი გოდერძი ჩოხელი საფლავი მოვინახულე ყვავილები ჩევამკე და წირვას დავესწარი და აი გოდერძი ჩოხელი მოვკალით მშიერი ხალხო კაცი რომელიც იყო აი რა ვიცი სიწმინდის პატიოსნების განსახიერება რომლის აი ლექსებს რო წაიკითხავ აი რა ვიცი ნამდვილად დაგბურძგლავს და აი იგრძნობ რომ აი რამხელა ადამიანი ყავდა ჩვენს გარშემო და ელემენტარული ყოფითი საკითხების არ დავეხმარეთ ჩვენ მას ჩვენ ეს ერი ვართ სამწუხაროდ და ეხლა ვიღაცები ჩემი მეგობარი იყო გოდერძი ჩოხელი შედალოცილო გოდერძი ჩოხელი თუ მეგობარი იყო რაღაცა ფინანსურად დახმარებოდი ბოდიშთა კაცი დეპრესიამდე მივიყვანეთ ჩვენ ის ერი ვართ ვაჟამშაველა მშიერი მოვკალით ჩვენ ის ერი ვართ აკაკი წერეთელს ხელი არ გაუწოდეთ ჩვენ ის ერი ვართ უამრავი ადამიანი galaktioni პაულო ყველა გავწირეთ ვინც კი რაღაცას არმა მე ეხლა კარგად გამიგეთ მე არავის არ ვედრები კაცო არც ამ დიდ ადამიანებს და არაფერს მე არ ვარ იქ რაღაცა გარკვეულწილად ამბიციური პიროვნება მაგრამ ბიჭო მე ვგზნობ უდიდეს სიყვარულს ქუჩაში რომ დავდივარ და ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს თქვენ დალოცვილებო სპასიბას ნახლებ ნინა მაჟიშო ნათქვამია გავიგეს დიდი მადლობები მე სიამოვნებს და ძალიან მიხარია მაგრამ მე უბრალო ადამიანებს არ ვეხები აი ბიზნესმენებს მინდა მივმართო რა გუზებ ჯიხს რო იტყამდა რომ შემხვდები და მადლობი რაღაცა ხო შეიძლება დაგვეხმაროთ რაღაცა დახმარება კი არა აგერ გეუნებით აი ხო ხტები აგერ ყველანაირად ცდილობენ რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ხმა ნაციონალური არხები ეს პირველი არხიდან აჭარიდან ყველგან ისმის ნაცების ხმა ერთადერთი ტელევიზია ვართ რომელსაც გვაქვს ესეთი პოლიტიკა რომ ჩვენი პოზიცია ნაცმოძრაობის მიმართ და ეს არ სიამოვნებს ზოგიერთებს ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ხელისუფლება ხო ეხლა ნაცებთან დაპირისპირებული არ კი ბატონო ეხლა რაღაცა რგოლები არის შეიძლება მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ პირველი არხი ნაცების არის აჭარის არხი ნაცების არის ეხლა ვახო ხუზმიაშვილს რაღაც 1 საათი მიყავს გადაცემა ეს არ არის ტელევიზია 23 საათი რომ ნაცები ზიან ეს არ ქმნის ამინს და აჭარა ესე იგი ეს პირველი არხი გასაგებია ეს რომ რუსთავი 2 და მაგალითად მაესტრო და რაღაც არხები არ არის სახელმწიფო მაგრამ სამთავრობო არხებია და იქაც ნაცები ზიან და ჩვენ არ ვზივართ ამ სარედაქციო პოლიტიკაში სიმართლე რო გითხრათ და ამიტომ ამ კომუნიკაციის კომისია მოგდგა რასაც ქვია რა გინდათ ვერ გავიგე ტელევიზია არ დაგვეხმარეთ მოლაპარაკებები მქონდა მე უამრავ ადამიანთა კომუნიკაციის კომისიაში ვეუბნებოდი რომ გვეკუთვნის გველაპარაკებოდნენ რაღაცა არაფერი არ არის ეხლა მოგთხოვეს რაღაცა
გვიკირკიტებენ, რასაც ჩხირკედელაობენ, რასაც გვეკირკიტებენ, აი რა ხდება, როგორ და ყველა სიტყვას გვიმოწმებენ, ყველა სიტყვა, რა ვიცი, გამოხატვის თავისუფლება არავის არ წააურთმევია ამ ქვეყანაში. მე არ ვიცი, არ გვაქვს უფლება ჩვენი რაღაც პროტესტი გამოვთქვათ, პირზე სკოჩი ავიკრა, თქვენ რა გონიათ, მაინტერესებს, გადავინაცვლებ, მე პირადად, ეხლა მე არ ვიცი, პირადად მე გადავინაცვლებ სოციალურ ქსელში, იქ არ შეზღუდვები არაფერი და მე იქ გეტყვით თქვენ, რასაც იმსახურებთ, იმას გეტყვით. რატომ აქვს ამხელა ხელფასები მაგალითად 30000-ები, 20000-ები, 10000-ები, რატომ გაქვთ ამხელა ხელფასები? თქვენ რამე ბოდიში და საქართველოსთვის დიდ საქმეს აკეთებთ მათ? თქვენ? მე იცით რა არის, ვიღაცებზე რომ ლაპარაკობ, რაღაცებს. მე ძალიან ცუდად მიდით იმ ადამიანებს საქმე, რო იცოდეთ რა. და კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე ვლაპარაკობდი ვიღაცებზე, რაღაცებს, დღეს ისინი არაფერს არ წარმოადგენენ და თქვენ თუ გონიათ, რომ აი ვიღაცას თუ გონია, რომ ახლა ჩვენ რაღაც ხელისუფლების რაღაც სტრუქტურაში ვართ, სადღაც ვართ და ესე გაგზე არ არის, ესე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო და აგერ კაცი ლამის არის ძევნა გამოცხადეს. კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ხედავთ რა სახელი დარჩა მას. ხედავთ აგერ ისიც იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დღეს რა მდგომარეობა აქვს მას. რესპუბლიკელები იყვნენ და სად არის ეს ხალხი, სად არის? აბა მანახეთ და თქვენ უგონიათ, რომ თქვენს რაღაცნაირად ესეთი ინდულგენციები გაქვთ. არა გაქვთ ინდულგენციები. მე ვერ გავიგე საქართველოში ეს არის მართლა აი უნიკალური შემთხვევა ტელევიზია მაუწყებლობდეს პერიფერიიდან, სადაც რესპონდენტების პრობლემაც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ დროის სივრცე არის და აქ ვერ ახერხებს ზოგი ჩამოსვლას და ყველაზე მაღალი რეიტინგი გქონდეს. ჩვენ აი ჩემ გადაცემას უფრო მეტი რეიტინგი აქვს ვიდრე აი ცენტრალურ არხებზე, სახელმწიფო არხებზე რო არის ის მთავარი საინფორმაციო გადაცემები. და 11 საათზე რო დავიწყებთ, ასევე ძალიან დიდ პრობლემას შევქმნით ეხლა ჩვენ იმ გადაცემებსაც, რომლებიც 11 საათზე გავა. და მე მინდა მივმართო, ესე იგი, ჩვენ რატო გვჯით, რომ რატო არის რეპრესია ჩვენს მიმართ, რომ პირველი არხისა და აჭარის მსგავსად განაცებულები არა ვართ? მაგიტო გვჯით? მე მაინტერესებს ერთი თქვენ რა გონიათ, თქვენ შეგიძლიათ ნაცებს ესე წაკრათ და იმათ რა ქვია პოლიტიკოსებს წამოკრათ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც არც ნათებთან აქვს კავშირი და არც სხვასთან, თქვენ ესე ვერ წაკრავთ და წამოკრავთ ხელს. და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში დაიწყო წმენდის პროცესი, აი ხა ძალიან მიხარია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და დაიწყება სხვადასხვა სტრუქტურებში, ძალიან ბევრი მოღალატე არის დღეს ჩაბუდებული. ბიჭო, არავინ არ გვიჩივის და რა თქვენ რატო მოგდექი ჩვენ? ვინ გეკითხება თქვენ? ეხლა რო შეეტანა ვიღაცა ნაციონალს ამ კომუნიკაციის კომისიაში, რომ აი ეს ტელევიზია რაღაცას არ ღვევს, რომ გავიგებდი და რაღაცა კი ბატონო თქვენ რატო გვიჩხიკინებთ? რატო რა გინდათ ჩვენგან? რა გინდათ ჩვენგან თქვენ? თქვენ მართლა ეთყობა სოციალური მედიის და არიცით ზალა ეთყობა და თუ ამხელა რეიტინგი გვაქვს, ეხლა ჩვენ სოციალურ პლატფორმაზეც ხო გავდივართ, მაგალითად 30000 თუ გვიყურებს ჩვენ YouTube-ზე, ხვალ იქნება 100000, იმიტომ რომ ის მაყურებელი, რომელიც ამ ტელესივრცეში, ანუ ტელევიზიით გვიყურებს, გადმოინაცვლებს იქ. და ჩვენი კიდე ჩემი საუბარი უფრო მძაფრი იქნება კიდე. მე რაღაცებს კიდე ანგარიშს უწევ, ეხლა როგორც ბევრი რამე არის ჭმევაო, ისე ბევრი რამე არის თქმევაო და ეხლა რაღაც ლავირების საშუალება მიწევს და მიწევს ლავირება რაღაცეების. და უბრალოდ გაკვირვებული ვარ, იცით? გაკვირვებული ვარ. ეხლა ჩემთვის პირადად არის დისკომფორტი, ის რომ 11 საათზე უნდა წავიყვანო გადაცემა, იმიტომ რომ თან გორიდან, იმიტომ რომ ამას გადაადგილების რაღაც ის არის პრობლემა, ისე რაღაც სხვა პრობლემები არის. ჩემთვის უფრო ხელსაყრელი იყო საღამოს გადაცემა 9-ზე გასულიყო, მაგრამ ეს გაკეთდა, იმიტომ რომ კომუნიკაციის კომისიების აი ამ გარკვეული დაწოლის გამო. მე ვთვლი ასე, რომ ეს დაწოლა არის, იმიტომ რომ უკანონოდ მივიჩნევ იმ გადაწყვეტილებებს. უბრალოდ ჩვენ არა გვაქვს ამდენი რესურსი, რომ ეხლა სასამართლოებში ვირბინოთ. არ მიმაჩნია მე სწორი გადაწყვეტილებები. რომ ადამიანი მაგალითად ესე იგი გვდებენ ბრას, რომ
პიროვნებამ თქვა რაღაცა და მე მივეცი შენიშნო და არო სათანადოდ რეაგირება გაეღიმაო რა. ნამდვილად ბევრჯერ გამეღიმება სატირლად თქვენ გეკეთებათ საქმე, მე არ მექნება სატირლად საქმე რა. მე რატო არ უნდა გავიღიმო მაინტერესებს. და ეხლა ვიღაცა თუ ისეთ რაღაცა სიტყვის სასაცილოს რა ვქნა არ გამეცინოს? მე ხა აღარ მინდა ამ უწყებაზე საუბარი, მაგრამ ხელისუფლებას მინდა მივმართო რა. ბოდიში და გაგინებენ გლანძღავენ უშვერი სიტყვების ყველა ტელევიზიიდან ეს დაცემდა. ეს თქვენი პოლიტიკა უნდა ესე იგი გამოდით რომ უნდა გაგინონ და მადლობელი იქნებით. ანუ ვიღაცებს იქ სიამოვნებთ რომ ირყევა. ჩვენ ვხედავთ აგერ გედედეს უფროსის მოადგილე რომელიც გაქცეული არის ამერიკაში იყო ჩანერგილი. აგერ ნახეთ უშიშროების სამსახურში კიდე უამრავი. კიდე არის მოარული ხმები მოდიან რომ ბევრი უწყების ხელმძღვანელი იყო თუ მოადგილე იყო, ძალიან შავათა აქვს საქმე. იმიტომ რომ რაღაცეებში ედავებიან. და ხედავთ რამდენი აგენტი ყოფილა და მე მიჩნდება რომ ბევრ რაღაცაში აი ამ საინფორმაციო პოლიტიკას ვინც კურირებს ხელისუფლებაში, ის არის გაქანებული ნაციონალი. რატო იცით? ჩვენ ნამდვილად ეხლა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ვართ, მაგრამ არა ვართ ამ ხელისუფლების წრები და არასდროს ჩვენ არ გამოვდივართ იმ რიტორიკით, როგორც გამოდიან. მაგრამ იცით რა შეა საქმე? მე გეტყვით მიზეზი რა არის, რომ ბევრს რატო აღიზიანებს მართალი სიტყვა. აი როგორც ეხლა ტელეიმედი არის გადაკეტილი და ასევე პირველი არხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძოდნენ სააკაშვილს, რომლებსაც უკავია ეროვნული პოზიცია, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცამ ვინც რაღაცა ქვეყნის ბეწვეს დაინახოს და დაფიქრდეს და თქვას რომ მოდი ეს ხალხი ჩვენ დაუძახოთ ვითანამშრომლოთ. ამიტომ არის გადაკეტილი რომ ეშინიათ იმ პიროვნებებმა არ მოისმინონ ეს სიტყვა. მე ესე ვფიქრობ, თქვენ რა გონიათ ეხლა ამდენი ტარხია, ამდენისა და ყველას იმისი ის აქვს რომ უყუროს თავიდან ბოლომდე გადაცემებს. არ არის ესე. ეს არის იმიტომ რომ აი რატო არ სვამთ კითხვას რომ მაგალითად რატო არ იწვევენ ისეთ კარგ გამოჩენილ ექსპერტებს, რომლებსაც რეიტინგი აქვს სამთავრობო არხებზე და იწვევენ ნაციონალებს. აი რატო ხდება ეს? კითხვა დავსვათ, მოდი. იმიტომ ხო არა რომ ვიღაცა სურს რომ ვიღაცეები არ წარმოჩიეთ, თან ძირი გამოეთხაროს ამ ხელისუფლებას. ესე ხო არ არის. ჩვენ აქ რო ვლაპარაკობთ რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე, მტკიცებულებებით ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ იმითი, რომ ყველამ გაიგოს, გასაგები ენით და ზოგიერთი გამოდის და ბოდიში და თარჯიმანი თუ არ იქნება ვერ გაიგებ. რა უნდათ ამ პოლიტიკოსებს, რაზე ლაპარაკობენ ადამიანებს ვერ აი მაგალითად ვერ გავიგე ჩვენ რატო არის რომ ამდენი მიგრანტი მოზღვავდა ქვეყანაში. ვინმე გამოვიდეს და გვითხრას და თუ ვინმე გამოდის და ლაპარაკობს ვერ არის, ვერ გვეუბნებია, ვერ ახსნეს. აი გვეუბნებია 15 კაცი დაიჭირეს და გაუშვეს. არალეგალი. 15 კაცი რა 10000-ობით შემოდის და 15 კაცის დაჭერა უშველის და გაშავება. ჩვენ აი ვერ ხვდები მე ქვეყანა გაივსო პაკისტანელებითა და არაბებით. მე ადრე მიხაროდა ამ ქვეყანაში სახლი, კორპუსი, რაღაცა რომ შენდებოდა. დღეს მე ეს უკვე აღარ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ კორპუსში უნდა იცხოვროს არაბებმა, ირანელებმა და მე არ ვარ ხომოფობი, მაგრამ მე მინდა რომ ქართველმა იცხოვროს ამ ქვეყანაში. და მე არ მსიამოვნებს ის რომ ეს მშენებლობები ჩვენ ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ ქმიდის. მე მინდა საქართველოს ქართველებისათვის, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმაც უნდა იცხოვრო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ამ ქვეყანაში ქართველები არ იქნებიან, მე არ მინდა ესეთ საქართველოს. და მე ვერ ვგებულობ, გამოდით თქვენ და ლოცულო, ენა მაინც გამოყავით და გითხარით რა, იქნება ამოვიკითხოთ. რაღაცა მუნჯურად გითხარით რაღაცა. რა უბედურება ეს რა არის? არ ვიცი, მე ერთი რამე არის კიდე, მე დედა ეკლესიას მინდა მივმართო და საპატრიარქოს მინდა მივმართო რა. ბოლო ამ საკითხზე თქვენ რეაგირებას რატო არ ახდეთ, განცხადებას რატო არ აკეთებთ? გუშინ ერთ-ერთ პიროვნებასთან ვცდილობდი დაკავშირებას. ხო და რა ვიცი, ვერ მოახერხე რა, იმედია რომ ვერ მოახერხე და რაღაცა მაგი იყო მიზეზი რა. ბიჭო,
ყველაფერზე რომ ლაპარაკობთ, იქ ეს ფოთისა და მის ეპისკოპოსი რომ გამოდის და სააკაშვილის ანალიზებზე ლაპარაკობს. მეუფე ნიკოლოზი რომ ლაპარაკობს ახალციხისა და კუმურდოს რომ შიმშილობს სააკაშვილი და თურმე რომ შიმშილობდა რაღაცა ფერი არ მოსწონდა და მოკვდებოდა და წუხდა ამაზე. მე გეკითხებით ამ მეუფეებს, მინდა მივმართო ასევე ჩვენს მეუფეშიოს. გამოდით, მე მაინტერესებს ამდენი არალეგალი მუსლიმანთან რო შემოდის. თქვენ ეკლესიებში ვინ ივლის მაინტერესებს. საქართველოში თუ ქრისტიანი მართლმადიდებლელი არ დარჩა, ამ ეკლესიებს ვისთვის ვაშენებთ? მუზეუმად უნდა ვაქციოთ? სამუზეუმო ექსპონატები უნდა იყოს? ქართველი ხალხი გმინავს. ქართველი ხალხი არის აღფოთებული და ჩვენ ერთი განცხადება არ გვესმის ეკლესიიდან. ეხლა პატრიარქი რო ჯანზე იყოს და პატრიარქი რო იყოს მხნეთ ეხლა გამოვიდო და იტყოდა რომ გააჩერეთ ეს ისა რა ქვია მიგრაცია. მე მეუფეშიოს მიმართო, თქვენ არ გაწუხებთ ან არ უყურებთ ამ ქუჩაში არ დადიხარ თქვენ. ეხლა ზოგიერთი გასაგებია ისეთი დაბურული ჯიპები დადის არ ჩანს ეს. მე ხა ვიღაცა გამოვა აი ნიკოლოზ ჯავანაძე ეკლესიას ურტყავს. არავის არ ურტყავ. პირიქით ეკლესიას ვიცავ მე. მაგრამ არ თქვა, აღარა თქვა, გასკდა გული. მაიცა მე არ ვიყავი დავით გარეჯისთვის ვიბძოდი. და საპატრიარქომ გააკეთა განცხადებები რომ გავჩერდეთო არ გვინდაო 4 წელი გავიდა. მაინტერესებს ეხლა რამდენი კიდე გავა 24 წელიწადი და შევეგუოთ დავით გარეჯის იმას რა ქვია წართმევას. რატო არაფერს არ ამბობთ? რატო არაფერს არ იძახით? ხო გავჩერდით. ზოგიერთი მეუნებიან ეხლა მეუნებოდნენ რომ შენო ეხლა რა პატრიარქზე მეტი იციო და გავჩერდი ხმა არ ამოვიღე. გავჩერდი დავით გარეჯის დაცვის კომიტეტი მქონდა. გავაჩერებ საქმიანობა რომ ნუ აი ვინ აიღებს პასუხისგებლობას იმაზე რომ გაგვაჩერეთ ჩვენ. 5 წელი გავიდა უკვე ლამის. ეხლაც მაინტერესებს დავით გარეჯზე ხმა არ ამოიღეთ. მიგრანტებზე არის და რამდენიმე ეხა მღვდელი მოხვდებათ იმ ტელევიზორში და ლაპარაკობს და პატივცემ, მაგრამ მეუფეებიდან არ უნდა იყოს, ამ სინოდიდან არ უნდა იყოს განცხადებები ამაზე რომ გააჩერეთ ეს მიგრაცია. რას ელოდებით მაინტერესებს თქვენ? თქვენ ქართველი ერის ინტერესებს არ გამოხატავთ? ჩვენ ხელისუფლებასაც მოუწოდებთ, ეხლა ვიღაცა გამოხდება რომ აი თქვენ ხელისუფლებას არ მოუწოდებთ აბა კაცო რა ვქნა. ხო ეხლა ბოდიში და აგერ ყველა სიტყვაზე ვიღაცეების გამო 11 საათზე გვიწევს გადაცემის გაკეთება ხვალიდან. და რა გავაკეთოთ მითხარი რა ვქნათ ეხლა რა არის? პარტიებიც რო არ აყავს, არც ეროვნული, არც კონსერვატორული, ძალით ეროვნული და ძალით პატრიოტული პარტიები რო არსებობს. ადაკი და შედალოცილო რაღაცა მოიმოქმედე, ქმედებები განახორციელე, გინდა აქცია ჩაატარე, გინდა რაც გინდა ის გააკეთე. მარტო ლაპარაკი და ესეც რატო იცი ვიღაცები ეს რატო ხდება იცი ვიღაცები იქმნიან იმის პატრიოტი და კონსერვატიული ძალისა და მე რომ რაღაცა ივაჭრონ ვიღაცეებთან რომ გაყიდონ თავისი რაღაც ვითომ ავტორიტეტი. რა თმინდა დავიღალე უკვე დღედაღამე ხო გავიგე რომ ცუდია იმოქმედე. ეხლა დავით აღმაშენებელს რომ ელაპარაკა მარტო და მეტი არაფერი არ გაეკეთებინა. რაღაცით ხო უნდა განსხვავდებოდეს ტელევიზია და პარტია, ხო უნდა განსხვავდებოდეს. მეც ლაპარაკობ, იმიტომ რომ მეტი მე არ მაქვს ფუნქცია, იმიტომ რომ მე არ ვარ არც ტელევიზიის პარტია არ მაქვს და არც რაღაცა პრეტენზია არ მაქვს მე პარლამენტში მოხვედრისა. აი თქვენ რო გააქვთ ამ პარლამენტში მოხვედრის პრეტენზიები, ამ რაღაცა მოიმოქმედეთ, მარტო ლაპარაკი კი არ არის, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საქმეც გააკეთეთ. მოდით შეკრიბეთ რაღაცა ძალები, ხელმოწერები გააკეთეთ რა. ყველაფერს ხო არ გეტყვით, კაცო, რაღაცა ეხლა არის რაღაცები ვერ ითქმევა, ხო? მარტო ლაპარაკით არ გამოდის საქმე, ჩემო კარგებო. და მე რო ყველას მტრათ რომ მომასიზავთ, რაღაცა რო არ მოსწონთ, მე ვიციან ეს მტრებად წარმოჩენ. აი მტერია, მოღალატეა, იმის მაგივრად რომ ერი გაერთიანდეს, ვიღაცამ ერის გაერთიანებაზე, კონსოლიდაციაზე ლაპარაკო. ცხოვრებაში არ დამისახელებია არც ერთი პარტია, არც ისა რა ქვია, ბოდიში და პიროვნება. მაგრამ მე ზოგიერთი იღებს თავის და ჩვენ დაგვარტყა. დასარტყმელიც ახართ და წიხლიც ახართ ყველა ზოგიერთები რა. იმიტომ რომ აი რო რაღაცა თქვენ თავზე რო იღებ, თუ კაი ხალხი ხართ, რატო იღებ თქვენ თავზე? ეს მე რო ლაპარაკობ, ერთ პარტიას არ ეკუთვნის, ეს რამდენიმე პარტიას ეკუთვნის ეს. საქართველოში სამწუხაროდ ბევრი ჩვენ ეგრეთ წოდებული ეროვნული პარტია გვყავს, რომლებსაც ჯიხს იკრავენ, გამოდიან ტელეეთერებში, ლაპარაკობენ, აი რაღაცა ასაბუთები, გავიგე რაღაცა ქენი შედალოცილო, რაღაცა მოიმოქმედე, რაღაცა მიდი დიალოგზე, შეხვედრაზე, მოითხოვე, ტრანსპარანტებით მიდი, აქციით მიდი, რაღაცა ქენი, რაღაცა 1000 მეთოდი არსებობს, კაცო.
და მინდა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს საპატრიარქოს. თქვენ არ გაწუხებთ ესი ვერ გავიგეთ, ეს პოლიტიკური საკითხი არის? ეხლა ეს მიგრაციის თემა? პოლიტიკურია ეს საკითხი, თუ არის ეროვნული საკითხი, რომელიც ყველას გვეხება. ორი კურტნის მუშა ჩამოიყვანეს და 9 მილიონი არიან უკვე. და ყველაფერს ვერ ვიტყვი კიდე. რო ჩადიხართ ზოგიერთ რეგიონში და რო ვერ იგრძნობთ, რომ ეს არის საქართველო. აი ადრე ვიძახთით ხოლმე ჩვენ რომ ისაო რა ქვია, თბილისი დაგვრჩებაო და ეგ იქნებაო. თბილისიც არ დაგვრჩება უკვე. არც თბილისი დაგვრჩება და არაფერი არ დაგვრჩება. კინწისყრით გაგვაგდებენ. ჩვენ მალე გავიზიარებთ ქურთი ერის ბედს. აი როგორც ქურთებს არ აქვს თავიანთი სამშობლო ტერიტორია, ანუ ქვეყანა, მაგრამ იმოფანტული არიან, ასე ვიქნებით, მაგრამ ქურთებისგან განსხვავებით ჩვენ ქართველები აღარ ვიქნებით. იმიტომ რომ ქურთებმა ასე თუ ისე შეინარჩუნეს თავის იდენტობა. აი არ აქვს საკუთარი რაღაცა ტერიტორია, რაღაცა ცალკე სახელმწიფო, აი და ჩვენ რა მიდიან აგერ უცხოეთში, გაძღებიან, შვილებს ქართულს არ ასწავლიან, მეორე, მესამე თაობა და ის უკვე გადაზელილია ქართული მარტო, ეხლა ის აქვს გვარი. ეხლა აგერ მიექვსის ხელმძღვანელად, ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელად დანიშნეს აგერ ისა მეტრეველი. ეხლა ეგ ისეთივე მეტრეველია, როგორც მე კიმჩინირი რა. მარტო გვარი არ მეტყველებს ქართველობაზე და ბევრი კიდე გადაკეთებული გვარია. მე ვფიქრობ, რომ აი ეს უნდა აღდგეს ეროვნების გრაფა და მე ჩვენ გავიგებთ თუ რატომ მოქმედებენ ზოგიერთები საქართველოს წინააღმდეგ. აუცილებელია ეროვნება ეწეროს გრაფაში. იმიტომ რომ ბევრმა ისეთმა ადამიანმა დღეს ქართული პოლიტიკის 80% არის არაქართველებით. მე არ ვიძახი რომ ყველა არაქართველი არაქართულ საქმეს აკეთებს. კაცო, პირიქით, მე ვიცი ძალიან ბევრი ჩვენი ეთნიკური სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი უფრო მეტი ქართველია ვიდრე ისა, მაგრამ რატო გცხენიათ თქვენ? რატო გცხენიათ თქვენი იმისი ეროვნების? რატო ყიდით თქვენ ეროვნებას? იყავით დარჩით იმ ერის წარმომადგენლებს, რომელიც ხარ. იმიტომ აკეთებთ ამას, რომ მე მოიპოვოთ ხარდაჭერა რაღაცნაირად და მანიპულირება და ამით თქვენი ბინძური საქმე აკეთოთ. ვინც საკუთარ ეროვნებას გაყიდის, ის საქართველოს გაყიდის. არ უნდა გაყიდო შენი ეროვნება. და დღეს ქართული პოლიტიკას აკეთებენ სამწუხაროდ არაქართველები, გარგატაკეთებულები. და ამიტომაც არის რომ ჩვენ გვებძვიან, რა უნდათ, ერთი კამერის ფასია, ჩვენი თელი ტელევიზია და გვაჯარიმებენ და მე ზოგიერთი გამოვა ერთი და არ ვიცი და ესენიო რაღაცაო ხელისუფლებას ხარს უჭერ. რას უჭერ ხარს ეხა ნაცემს რომ ბოდიში და თავის სახელს უძებნი, ეგ არის მხარდაჭერა. აბა რა თქვა ეხა ნაცემი ვაქო? ეს არის მხარდაჭერა თურმე? და რა ვიცი, ჯვარს გვაცვეს კიდე იმისათვის, როდესაც ესე იგი აქციები დაიწყო ჩამოგდებაზე, ვთქვი, რომ მიდით მეთქი იგივე ხალხმა დაინახოს სოფლიოში ყველა რომ ჩვენც არა ვართ ყველა ნაცები მეთქი და ვინმეს არ გარჩენია სურვილი რომ აქცია ჩაეტარებინა რომ ნაცების გარდა სხვა გამოსული იყო და ბოლო-ბოლო ოცნებას მაინც ჩაეტარებინა რომ სოფლიო საზოგადოებას დაენახა რომ არა ვარ ჩვენ ნაცები. იცით რა შეასაქმე, აი უკვე ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი რა. იმისი არ იყო ცნობილი ქართული ფილმისა მიმინოთ სამ подбилайка რო и сам крас а у меня здесь нет. აი ხლა ზოგიერთს უნდა ეს გაიგოს. მე არასდროს არ გავჩერდები. შეიძლება სადაც არ უნდა ვიყო იქიდანაც კი შეიძლება უფრო მძაფრი იყოს ჩემი ხმა. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმეს თუ გონია აქიდან მე არავითარი ფინანსური ეს არ მაქვს ინტერესი აი ამ ტელევიზიის გადაცემას რომ მიყავს, არავითარი. და ამიტომ წდება გული ეხა მაგალითები აი ეს ჩვენი გაზულუქებული ზოგიერთი ყველაზე არ ვიძახი ეგრეთ წოდებული აი საქმოსნები, ბიზნესმენები, რაღაცეები თვითონ არაფრის თავი არ აქვს და იმის მაგალითად ვინც აკეთებს იმას მაინც დაეხმარონ ეს სურვილიც არ გააჩნიათ რა. მალე ბოდიში და ბევრს მინდა უთხრა აი შვილები რო გაგითხოვდებიან გოგონები რო ბოდიში და სხვა იმასზე წავლენ მე თქვით რაღაცეები. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ვიქნებით უკანასკნელი მოხიკანები. მე აი ზოგჯერ ხშირად მესმის ხოლმე აი სოციალურ ქსელში ესეთ შეტყობინებები მოდის, რომ აიო, რა ქვია,
ამას რატო იწვევ, იმას რატო არ იწვევ. ამას რა ერთ რამეს გეტყვით ხალხო რა. თქვენ გონიათ მე მიხარია ვიღაცების მოწვევა? დასანახად არ მინდა ზოგჯერ აი ზის ჩემთან აი ნახდათ არ ჩემში აღტაცებას არ იწვევს. არ არის სხვა. რაც არის სარკეში, რო ჩაიხედავ, ხო ხედავ შენ თავს. მე თქვენ განახებთ სარკეს, რა საზოგადოებაცა გვყავს ჩვენ. ასარჩევად არა გვაქვს საქმე. დღეს ბევრი თავს იჩემებს რომ მე ვარ რაღაცა ერისკაცი, მე ვარ მაგალითად ქართულ-რუსული ურთიერთობა. ჩვენ ხო ჩვენი ძირითადი ეს ხაზი არის ქართულ-რუსული ურთიერთობების თემა. დღეს უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ქართულ-რუსული ურთიერთობების რაღაცა გურუთ იჩემებს თავს, შეიყუჟება საღად 10 კაცით. სადღაც რომელიღაცა ოთახში ილაპარაკებენ, სადღაც ერთ სააგენტოზე დაიდება ინფორმაცია და ამით გონია ეროვნულ საქმეს აკეთებს. რომლები გამოდით მეთქი აგერ ტრიბუნაზე. არაო ჩვენო არ გვინდაო ჩვენ ეს არ გვინდა იქითო კაცო ზოგი იმას იტყვის ხოლმე რომ აი თქვენო რაღაც ხელისუფლებასთან შეიძლებაო რაღაც. შენ ქართულ-რუსულ ურთიერთობების თემაზე მე პრობლემა არა მაქვს. მოდი და ილაპარაკე. ამაზე მაქვს აქცენტები. შენ ეხლა მოდიშ და ის თუ გინდა გადატრიალება მოაწყო, კი ბატონო, მაგის შენთან თქვი სადმე, მაგრამ მოდი აქ თქვი ესა. იცი რა, ყველა არის შეყუჟული. ზოგი ფულს აკეთებს და ამიტომ აწყობს რაღაცა კონფერენციებს და ამით არის გაზულუქებული და არ უდათ გიტრო 7 ცხოვრება არავის არ უნდა. მე როგორც გითხარით, ბევრ სიყვარულსაც ვიღებ, მაგრამ ბევრი დარტყმის ქვეშაც ვაყენებ ჩემ თავს, იმიტომ რომ თქვენ ხო კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორი ანტირუსული გარემო არის და ჩვენ ახლა არც პრორუსულები ვართ. და არც რაიმე დაფინანსებას ვიღებთ კრემლიდან, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ და დაველაპარაკოთ რუსეთს. მეტი არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ დალაპარაკების გარეშე არ გამოვა არაფერი. და ამ რუსულ გადაცემასაც ვერ გავაგებინე ზოგიერთ ბოდიში და ცოტა სხვაგვარ ადამიანებს, რომ ეს აფხაზების და ოსებისთვის არის. დამიწერენ ხო, ეჭვი ეს რუსული გადაცემა, ქართულს ვაკეთებ 5 გადაცემა გადის ისა და ეს არის განკუთვნილი იმისთვის, ვინც არ იცის ქართული, ვერ გაიგოს. ვითომ ჩხირკვედელაობენ რა და ვიღაცას თუ არ მოგწონთ კიდე ჩვენი გაკეთებული ეს გადაცემა, ადექით თქვენ გააკეთეთ უკეთესი, ვინ გიშლით. ზოგიერთ რაღაცა აი ხარეს სიწუნებს, რაღაცა კომპონენტი არ მოწოს ამ ვინ გიშალ, ვინ და მე დაგიშალათ ხალხო. ვინმე დაგიშალათ? კიდე ერთხელ აი მე არ მინდა ეხლა ჩემი თავის ქება გამო გმირობაა დღეს გააკეთო პერიფერიაში სადღაც გადაცემა, რომელიც რეიტინგით იყოს ყველაზე მაღალი, 1000-ჯერ მეტი დაფინანსების მქონე ტელევიზიებზე, თან იყო მარტო აი ხა 2-3 კაცი მყავს ამ ტელევიზიაში, ძალიან კარგი ახალგაზრდა და ამათი მეშვეობით ვახორციელებთ რომ ართალი სიტყვა ვთქვა. და ყველას გვაქვს 5-5 საქმე, ერთი კაცი აკეთებს 5-6 საქმეს. უბრალოდ აი გულსატკენი არის, აი ეს არის ყველაფერი გულსატკენი, რაც აი ჩვენს გარშემო ხდება და მე ერთი რამე მინდა ვთქვა რა რომ ღმერთი მაღლა არსებობს და საქართველოს ყველა მოღალატეს გაეცემა პასუხი. თქვენ იქ ბოდიში და სარეკომენდაციო წერილით ვერ მიხვალთ უფალთან რომ მე ვიღაცა ვერ მოგცემთ რომ რაღაცა იქ 64-ის კარი გაგიღოთ. და ამდენ ფულებს რო შოულობთ კიდე ზოგიერთებს, იმ ფულსაც არავინ არ შეგატანინებთ იქა რა. რა თქინათ ამდენი ფული სადმი გაქვთ. და მე იმ დეველოპერებს მინდა მივმართო. ერთი 10 ბინის გაყიდვის გამო და 20 და 100 გინა ბინის გაყიდვის გამო საქართველოს ყიდით, კაცო. ტყვეთა მე ვერაზროს ვერ შევეგუები ამ მიგრაც გავალ ქუჩაში ქართველი რატო ქართველი მოსანატრი გახდა კაცო. ამაზე ვინც ხმას არ იმაღლებს, ის ყველა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. და მე მიკვირს ზოგიერთი აი ამ ექსპერტის განსაკუთრებით აი სამთავრობო ექსპერტი ზოგიერთს კი დაუფასდა ეხლა ვხედავ სამთავრობო არხებზე ამ სისულელეების ბრახაბრუხის გამო უკვე ვხედავ კაცი რო იმას იტყვის რომ ისაო საქართველოსიო იმას სასწავლებლად ჩამოდისო ეს ხალხიო ხო ჯერ სასწავლებლადაც არ უნდა ჩამოვიდეს ამდენი პაკისტანელი არის რაღაცა კოტა რა სასწავლებლად ჩამოდის და მე მივცეთ ის ბინადრობა და არის რაღაცა შეზღუდვები. ეხლა ყველას არ უშვებენ, არ შვეიცარიაში, არც გერმანიაში, ბევრს უნდა რაღაცა, მაგრამ იქ რაღაც სტანდარტები არის. ხო და დაუფასდა ზოგიერთებს ამ მოღალატეობრივი განცხადებების გაკეთება, დღეს ვხედავ სამთავრობო არხებზე გილოცავთ. აი, ბიჭო, ერთხელ სამთავრობო არხის გამოჩენისათვის თელმა საქართველოს უნდა აგინებინო თავი და მოღალატეთ უნდა შეხვიდე საქართველოს ისტორიაში, კაცო. მე ვერ ხვდები და მე მინდა კიდე ერთხელ მოუწოდო ჩვენს საპატრიარქოს. ამოიღეთ ხმა.
ეს ეკლესიები მუზეუმებად იქცევა მალე. ვისთვის აშენებთ ამ ეკლესიებს? ვისთვის? ქართველი რო აღარ დარჩება ამ ქვეყანაზე? აქ მართლმადიდებლები არ შემოდიან, შემოდიან მუსულმანები და მაგ ეკლესიებს როგორც თურქეთში გადააკეთებენ მეჩეთებად. აი ეს იქნება. და ეს ქვეყანა იქცევა დიდ ბორდელად კიდე. აი ესე იგი ქარხანა არ არის, საწარმო არ არის. რა ფუნქცია უნდა გქონდეს ქვეყანას გეკითხებით მე თქვენ. ერთადერთი რაც არის, უნდა იქნება ეს გაცხოველებული სექს ინდუსტრია. ჩამოვლენ აქა ნარკოტიკები, ქალები, ისა და აი ეს იქნება ქვეყნის ისა რა ქვია, მამოძრავებელი, აი ეს უკეთური ფული. და რა ბედი ეწია სოდომ გომორს, ბევრმა შეიძლება სოდომ გომორი ვიღაცას ისა რა ქვია, მადაში გაყიდული ნამცხვარი გონია სოდომ გომორი. მაგრამ სოდომ გომორი არ არის ნამცხვარი და სხვა რამე არის. და მაინტერესებს ერთი აბა რა ფუნქცია აქვს ეხლა აი პირადად ეხლა აი ძალიან ბევრი უბანია თბილისში ხო მაგალითად და ყველგან იყო საწარმოები რაიონებში დღეს საწარმოების ადგილებს კორპუსი მაინტერესებს აი ეს ხალხი რომლებიც ამ კორპუსებში ცხოვრობენ ამ ხალხმა სადღაც ხო უნდა იმუშაოს არა სადღაც ხო აი ხა მაგალითად ბელარუსში შუა ქალაქში არის მაზის 30000-იანი საწარმო მაზი რომელიც უშვებს იმაებს რა ქვია ავტობუსებს, ტროლეიბუსებს, დიდ მანქანებს, ასევე სხვა საწარმოები და ვინ ცხოვრობს იმ მინსკში, რომ ადგება დილით, წავა იმაში რა ქვია თავის საწარმოში. და ჩვენთან რო გაიღვიძებს ადამიანი, წავა, უნდა გაიკეთოს წამალი, ქალმა წავიდეს უნდა იმაში აღმაშენებელს გახსნით ბორდელში. და მე ჩვენ გვექნება ესეთი საინფორმაციო გადაცემები მეგობრებო. აი როგორც იხილავენ მაგალითად დღეს ოქროს ფასმა დაიწია, იმიტომ რომ მაჩვენებელი იყო დაბალი. დღეს სპილენძის ფასმა დაიწია, იმიტომ რომ რაღაც ან აიწია მაღლა. და საქართველოში იქნება. აი ეს პროსტიტუციის ფასმა აიწია და ექსპერტები მოვლენ გამოჩენილი სექს მეძავები და დაიწყებენ ლაპარაკს, რომ აი ქვეყანაში რყევების გამო აი პროსტიტუციის მეძავების ფასი აწეულია დაბალი. გესრული სერიოზულად გეკითხები, გეუბნები თქვენ. დღეს საქართველოში ცენტრალურ ქუჩებზე ბორდელების გარდა არაფერი არ იხსნება. შედით თქვენ იმაზე საიტებია გახსნილი, სადაც მეძავეები არიან გამომასკნილი რა. და იქნება ერთ-ერთი აი იქ მორბენალის ტრიქონი იქნება ერთ-ერთ არხზე, იქნება პროსტიტუციის ფასები აწეულია, დაწეულია, მერე ოქრო წამოვა, მერე ნავთობი წამოვა და ეს ერთ-ერთი ის იქნება კომპონენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისა. ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს ჩვენ საწარმოებში ვერ უშვებთ და უშვებთ ბორდელში. ვეუბნებით რომ არ არის საწარმო, უნდა წახვიდე ბორდელში. და სატელევიზიო არხებს გადახედეთ. 9-ჯერ, 20-ჯერ გათხოვილი ქალები გამოყავთ, რომლებსაც ჩხირი არ გადაუტრიალებიათ, არც მეცნიერ გადადებენ ფეხი ფეხზე, გადმოაგდებენ მთელ თავის სხეულს და ლაპარაკობენ და აი ესა და ეს ბავშვები უყურებენ ამ ყველაფერს და რა ხა ფიქრობენ, კაცო, რაც მინდა სწავლა, რაც მინდა რამე, აგერ წავალ, ვიცხოვრებ ასე და მანქანაც მაგ, მინაც მეყონება, ყველაფერი მეყოლება. და ამაზე სამწუხაროდ საპატრიარქოში არავინ არ განგაში ზარს არ კრავს. მარტო რამდენიმე აი არჩილ მინდიაშვილმა უნდა ილაპარაკოს მარტო ამის შესახებ? მამა არჩილ მინდიაშვილმა უნდა ილაპარაკოს ან მაგალითად იგივე სხვა მამაებმა უნდა ილაპარაკოს ეხლა? ეხლა ბევრს არ ვასახელებ, იმიტომ ეხლა მამა არჩილიც დავაყენე დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ რო თქვა შეიძლება მე მივიდნენ და ისა რა ქვია ბოდიში და პრობლემები შეუქმნან. იმიტომ რომ მე ვიცი ესეთი რაღაცეები, იმიტომ რომ ბევრმა რო გამოღო თავი და რაღაცა დაიწყო პრობლემები შეექმნა. მე ვეკითხები, აი საპატრიარქოს ვეკითხები, თქვენ პოზიციას რატო არ აფიქსირებთ იმაზე, რა ქვია მიგრაციაზე. ის პოზიციის დაფიქსირება ის კი არ არის ერთხელ რომ გამოვა მაგალითად მეუფეშიო და იტყვის რომ იცით არ შეიძლება ეს არ არის უნდა მოთხოვოთ ხელისუფლებას კაცრად რომ შეჩერდეს ეს მიგრაცია 150,000-დან გაიზარდა 140-ზე ესე იგი 150,000 თუ შეიძენ ბინადრობის მიღება უკვე არის ჩათვალეთ მოქალაქეობამდე ერთი ნაბიჯი რა აი გული მისკდება აეროპორტში რო უყურებ ამ ჩადრიანი ხალხი რო გამოდის იმ დღეს თქვი აეროპორტში ვიყავი და საპასპორტო კონტროლს გადიოდა ჩადრიანი ხალხი საქართველოს მოქალაქეები. არ ვიცი ხალხო რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ ვაძლევთ მოქალაქეობას, ფერეიდლებს არ ვაძლევთ. აი ახლა რამდენი ფერეიდლებს უნდა ამ ირანში არ გაჩერდება ეს ომი კიდე დაიბომბება, კიდე რაღაც უბედურება. ირანში მცხოვრებ ქართველებს არ ვაძლევთ და იმათ ვაძლევთ ხალხო.
რატო რისთვის გეკითხებით? არ ვიცი, აი გასაოცარია ეს ყველაფერი და აი როგორც დავით გარეჯზე გაგვაჩერეთ და აგერ გარეჯიც არ ჩანს და არც პერსპექტივა ჩანს იმ გარეჯის დაბრუნების, მე მინდა საპატრიარქოს მივმართო. ხო დაგიჯერეთ თქვენ და გავჩერდით ჩვენ და ხო აღარ დაბრუნდა გარეჯი და ხო არანაირი პროგრესი არ არის. ასევე გეუბნებით ეხლა. ეხლა ამაზეც უნდა დახუჭოთ თვალი და არ უნდა მოიღოთ ხმა თქვენ. და მე ხვალდაზე ქართველი რო აღარ იქნება, მაინტერესებს თქვენ გონია, მაღლა არ მოგეკითხებათ ამის გამო? ძალიან მწუხვარ და ძალიან გული მტკივა რომ ჩვენი მწოვანი პატრიარქი არ არის ჯანზე, თორე მე იმიტომაც იყო თქვენ გინახიათ ეხლა რომელიმე აი მაგალითად ეხლა მეუფეშიო რო წირვას ატარებს იქ ტელევიზიები მიდიან, არ მიდიან ერთი საპატრიარქოს ერთსულოვნობის არხი თუ დგას იქა თავისი კამე. რატო არ მიდის საპატრიარქოს ისა რა ქვია პატრიარქის მოსახტრის ქადაგებაზე? იმიტომ რომ არ არის საინტერესო. ერთი გულში ჩამწტოვი ქადაგება არ ქონია მას. მე პირადად არ მომისმენია მისი ქადაგება რაღაცა ისეთი რომ აი გულში დარჩე. მე პატრიარქის თითეული სიტყვა მახსოვს. ეს არ არის განკითხვა კიდევ ერთხელ და არც ეხლა ვიღაცები სხვანაირად უბრალოდ მე რასაც ვიძახი, რამე არასწორი ეს ვიძახი? რატო არ უნდა თქვა რაც იმ სახარების განმარტებას რო აკეთებ მიმდინარე იმას არ უნდა შეეხო რაღაცნაირად კაცო? ვერ გავიგე ხა მე რომ მქონდეს იმის საშუალება რომ პირისპირ ველაპარაკო ამას არც იმის საშუალებას გვაძლევენ შევხვდეთ დაველაპარაკო აი გითხრათ რატო არ იღებთ ხმას და რატო არ იღებთ ხმას მე ის მაინც ხო შეიძლება გავიგო რატო არ იღებთ ხმა თუ თქვენ გონიათ ის რაღაც გატარებული ზომებია საკმარისი რომ $150,000 თუ ესე იგი ჩადებ რაღაცას იყიდე ეს არის საკმარისი ნახევარი ირანი იყიდის დღეს უძრავ ქონებებს, იმიტომ რომ იქ ხვალდაზე კაცმარიცის რა იქნება. ესე იგი ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ვინც წინააღმდეგაც იბრძოლეს სისხლი ღვარეს დღეს ომის გარეშე ის ხალხი შემოდის აქ. და ჩვენ კიდე რო ვიძახდით ომი გინდათ, ომის გარეშე გვიპყრობენ. თოფის გაუსწრელად. ჩვენ ხო ვიძახდით აი ჩვენ ეს არ არის ეს მშვიდობა არ არის, როდესაც ჩვენ უცხო ტომელები გიპყრობენ. ეს არ არის მშვიდობა. და არ ვიცი, აი ყველა არის ქვეყნის მოღალატე, ვინც ამაზე ხმას არ იმაღლებს. ეს ინტელიგენცია იქნება, ეს ვინც არ უნდა იყოს რა. მე ვერ გავიგე რაღაცა კლუბური სისტემაა ზოგიერთი სამეცნიერო დაწესებულება როა შექმნილი კიდე ეს რამე VIP კლუბია. რატო არ იღებთ ხმას გეკე რაღაცაზე ხო შეიძლება ამოიღოთ ხმა რა. გაუგონარია მეგობრებო, აი გაუგონარია ეს ყველაფერი და ამაზე რეაგირება ნამდვილად უნდა იყოს. ეხლა ჩვენ გადაცემაში ჩართვით გვეყოლება სტუმარი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. გამარჯობათ, სამშვიდობისა, მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. ბატონო დიტო. მოგესალმებით თქვენს ერთგულ ტელემაყურებელს. დღეს მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ამათ უკვე პულსი აღარ ესინჯებათ. ეხლა ჩვენ სხვა თემებს შევეხეთ, სანამ თქვენთან ჩართვაში ვიქნებოდით, მანამდე სხვა თემებს ვეხებოდით. ანუ დავიდახეთ რომ ამდენი ხანი აანონსებდნენ ამ აქციას და რაღაცა 2000 კაცი იყო მე მგონი. ანუ ეს არის სრული მათი გაბანკროტება და მე ვფიქრობ ხელისუფლებამ აი ამ აქციის მერე უნდა დაიწყოს გადამჭრელი ზომები. იმიტომ რომ აქამდე თუ რაღაცა ხელშემშლელი ფაქტორი იყო ეს მოღალატეები. დავინახეთ რომ ესენი არაფერს აღარ წარმოადგენენ და ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს თათხავენ და ამ დროს მთელი რუსთაველი გადაკეტილია, დადღაბნილია, პარალიზებულია და რაღაცას რასაც უნდა მაინც აკეთებენ დისტრუქციულ მოქმედებას. ხო და ამიტომ მე მგონი რომ რაღაცა უკვე უნდა დავიწყოთ იმის გარკვეული აი ცოცხების აქცია ჩატარდა მოლდავეთში ცოცხების. იქ მივიდა პრემიერი და ცოცხებით გაყარეს ის პრემიერ-მინისტრი. მე მგონი აი ესენი ცოცხებით უნდა აილა გავყაროთ, დავასუფთავოთ რუსთაველი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაეკეტოთ ამათ არც რუსთაველის პროსპექტზე შესვლათ და საერთოდ ყველგან ამათი დუხი აღარ უნდა იყოს მე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ დამთავრდა უკვე აღარ შეიძლება ამის მოთმენა, იმიტომ რომ ეხლაც დღესაც ალბათ გადაკეტავენ, ხვალაც გადაკეტავენ და აგერ დავინახეთ რასაც წარმოადგენენ. ამდენი ხანი აანონსებდნენ 2000 კაცული შეკრიბეს თან იმ ფონზე ოდესაც ყველა თითქმის ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერი რო ციხეში ზის. ეხლა უნდა ყოფილიყო მუხტი, მაგათ ეგონათ ეხლა აი ამ მამუკა ხაზარაძის
ამ ნიკა გვარამიას მე ჯურა გირჩი ჯაფარიძის და ამად გამო გამოვიდოდა ხალხი. გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოცხების აქცია საერთოდ არ არის საჭირო. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აამოქმედოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნა ძალიან ცოტა ხნის წინათ, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგა სამშობლოს ღალატის მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა თვალწინები ცილისწამების მუხლიც, ხო? ამიტომ ეს ხალხი არიან სამშობლოს პირდაპირ ამას ყოველგვარი მოგების გარეშე ვამბობ რა. არსებობს უამრავი მტკიცებულება. დღეს ბატონი ვიქტორ დოლიძეც გამოვიდა. ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ხელი დაადო. ეხლა მართლა მეტი რაღა უნდა მოხდეს, ეხლა მამაზეციერმა მართლა ეხლა ზეციდან ხო არ უნდა ჩამოგძახოს და სია ხო არ უნდა წარმოგვიდგინოს, ვინ არის დასაჭერი და ვინ არის მოღალატე. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, ძვირფასო მეგობრებო, რომ ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები. ესენი დადიან ბრიუსელში, ვაშინგტონში, რა ვიცი, სტრასბურგში, თუ სადმე რაღაცა შეკრება და თუ სადმე რაღაც გაფაჩუნდება, რო იტყვიან, ყველგან არიან ესენი, ეს თინა ბოკუჩავა, ეს სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, აი ეს ხალხი, ეს პირდაპირ აი ესე იგი გელიყარის კლდიდან არიან გადასაგდები ესენი რა. არაერთხელ მithkoms და არაერთხელ დამიწერია, რომ როგორც საჩინო ბარათაშვილმა მოღალატე კახაბელ ყორღანაშვილი საქართველოს და მეფის ღალატის გამო გელიყარის კლდიდან მანგლისის გზაზე გადააგდო, აი ისე უნდა გადაყარო ესენი და გადაჭეხო კლდიდან, იმიტომ რომ ჩვენ ყოველგვარი ესე იგი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სამშობლოს მოღალატეებთან. ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები. ერთია ფაქტი, რომ მე ისინი მძულან როგორც მოღალატეები, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ესენი სამშობლოს მოღალატეები. არა, ერთ რამეს მივაქცევ ყურადღებას თქვენსას. ამიტომ გასამართლებელი უნდა დაიჭირონ. ამას ვამბობ მე, რომ ბაბატიეთ ცოტა ეს ვირუსია თუ რაღაც ჯანდაბა და ცოტა ხმა მაქვს შეცვლილი და ისა ვიავად მყოფ ესნები და დიდი ბოდიში რომ ისა რაღაც ვერა ვარ თად კარგად ფორმაში, მაგრამ უნდა ამოქმედდეს კანონი მთელი თავისი სიმკაცრით და ეს ხალხი სასამართლოს მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. სამშობლოს პირდაპირ გეუბნებით გვარებს და სახელებს ჩამოვთვალე თინა ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია, გიორგი კანდელაკი, სალომე სამადაშვილი. აი ესენი არიან, რომლებიც დაეთრევიან ძალიან აქ თხოვთ, მე ვალდებული ვარ, რომ შეგაწყვეტინო და მოგიწოდოთ. არა, იცით რატო, ჩვენ ბოდიში და ყველა სიტყვას გვედავთ. კომუნიკაციების კომისია და ნუ გავიგე, შეიძლება თქვენ ახსნა, მასე მე ისეთი ვერ ვიტყვი, რომ დაბრძანდებიან თქო. გავიგე, მაგრამ თქვათ, მაინც, იმიტომ რომ გვებძვის კომუნიკაციის კომისია. ეხლა სამედიცინო ტერმინი, რომელიც ვიხმარე, გამოვიყენე მე აქ ამის გამო დაგვაჯარიმეს ჩვენ. და ამის გამო კიდე მედიკოსების მიერ არის შესამოწმებელი და ვინ არიან? იქ კიდე გასარკვევიანი რა. ხო, ეგ ცალკე თემაა კიდე. ხო და ეს ხალხი სამშობლოს ღალატის ბრალდებით არის გასასამართლებელი. ესენი უნდა იყვნენ იზოლირებულნი და ძალიან დიდი ხანი უნდა დახონ ციხეში. დიდ ხანს უნდა იცოცხლონ, მაგრამ დიდი ხანი უნდა იყვნენ ციხეში. ესენი, იმიტომ რომ არიან მოღალატეები. და აი მეტი რა გითხრათ, ეხლა ამათ არ აული რა არის, აი თქვენ ყურადღებას და მაყურებლის ყურადღებას მივიპყრო ფრაზე. მამუკა ხაზარაძის TBC ბანკში თქვენი აზრით რამდენი 1000 კაცი იმუშაობს? დაახლოებით 5000 კაცი მუშაობს როგორც მე. ბიჭო, შენი თანამშრომლები რო აქცევენ პატივს რა. ეხლა არ უნდა, კაი 5000-ივე თუ არა, 3000 TBC ბანკის თანამშრომელი არ უნდა გამოსულიყო, რომ უფროსი დაიჭირეს მათი, ხო? მაგრამ პირიქით მე გეტყვით, უფრომეს გახარებულები არიან, იმიტომ რომ ისეთი მათხოვრული ხელფასები აქვთ, რომ ხარობენ ისინი, მე მგონი მე მომივიდა ინფორმაცია, იქნება მამუკას მაგირად სხვა მოვიდესო და გახარებულები არიან ეს ხაზარაძის დაჭერა მაგათ უფრო გაუხარდა. ეხლა ბადრი ჯაფარიძეს ერთი 1000 კაცი ხო ეყოლება დასაქმებული, სადაც მუშაობს იქა.
რა ვიცი, არავინ არ გამოსულა. მერე ეხლა აგერ დავინახეთ რომ იმ ბოდიში და მეპირფალოსე ზურა გირჩი ჯაფარიძეს თავის სექტაში იქ გასაბერი ეკლესიები რო გააკეთა, იმ გასაბერ ეკლესიაში ერთი 1000 კაცი მაინც ხო ეყოლებოდა 1500, ხო? კი, კაცო, მოციქულები ხო ხავდა. ხო, ნიკა გვარამია, კაცო, პარლამენტში ხო შევიდა, კაცო. ხო შევიდა. ანუ ხმები ხო აიღო? ერთი 10000 ხმა ხო აიღო? აი აქ არის ძაღლისთავი დამარხული რომ ეს სესკო ვერ გავიგე ამ ნაცების სასარგებლოდ მუშაობს თუ ვერ გავიგე ეხლა მე მართლა მეგონა რომ ამ 20 იმაში რა ქვია აი გუშინ 29-ში აქციაზე გამოვიდო და ბოლო საკუთარი ნათესავები მაინც გამოვიდოდნენ კაცო ესე იგი ადამიანს არც ნათესავი ყავს არც გულშემატკივარი არც მეგობარი არც თანამშრომელი და გუში ვიღაცები ბოდიალობდნენ იქა რაღაცა რამდენიმე ასეული კაცი იყო მარტო რა ესე იგი აი ამ აქციამ დაადასტურა რომ საქართველოში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ესენი არიან უკვე ჩარეცხილები ჩასარეცხები კი არ არიან ესენი უკვე ჩარეცხილები არიან 5000 კაცი მუშაობს TBC ბანკში რა მე როგორც ვიცი ნუ მე როგორც ვიცი წინა არჩევნებზე მამუკა ხაზარაძე ფულები დაარიგა სამტრედიის რაიონის სოფლებში საიდანაც არის და წყალტუბოს რაიონის სოფლებში სოფელი ბაში და ასე შემდეგ მე დამირეკე სხვათა შორის მაგასთან დაკავშირებით და მითხრეს რომ 700 ლარს არიგებდა რო ხმები აეღოთ იქა მე ახლა მტკიცებულებები არ მაქვს მაგრამ ასეთი ზარი იყო ჩემთან დაფიქსირდა და მე მითხრეს და ახლა ეგენი ყველაფერს კადრულობდნენ და ახლა რა არ უკადრები ახლა მამუკა ხაზარაძეს რომ ეს არ ეკადრა ხო გაატყავა ქვეყანა და სააკაშვილის ფინანსური ჟანდარმი იყო და ყველაფერი უკადრებელი იკადრა პირველი ეგ იყო ვინც იეღოველების საბანკო ოპერაციები ესე იგი ტრანზაქციები განახორციელა და ამაში ფულები აიღო და შევარდნაძის დროს ეგრეთ წოდებულ აქტივის კრებაზე ცხონებული გურამ შარაძე ცნობილი ამბავია გახმაურებული ამბავია წამოუხდა მას იქ და სულ სამშობლოს მოღალატე და სულ გარეწარი ეძახა ეს ხდება ჯერ კიდე შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს როდესაც მან იეღოველების ლიტერატურისთვის საბანკო ესე იგი ტრანზაქცია 1 მილიონი დოლარის ტრანზაქცია გაატარა მამუკა ხაზარაძის TBC ბანკმა და ეხლა მოგეხსენებათ ბანკი როდესაც ამოდენა ტრანზაქციას ატარებს ის თავის პროცენტებსაც იტოვებს ასე რომ აი აქედან შეაბეს მამუკას ეჟვანი ხო და მე ეს შეაქმნევინეს ეგრეთ წოდებული ლიტერატურული უბორნია ეს უბორნიის პოეტები და ტუალეტის მჯღაბნელები და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ის LGBT მამუკად და 5000 კაცი ყავს მე როგორც ვიცი ახლა პლუს მინუს 200-300 კაცი ბევრს არ წვეწდა და როგორ გამოვა ბატონო ნიკოლოზ მის დასაცავად ვინმე როცა ყველას ეზიზდება არის გადამგდები არის იყო სააკაშვილის ფინანსური ჟანდარმი გაატყავა ქართველი პენსიონერები გაატყავა ქართველი მიანაბრეები გაატყავა ბატონი ანზორ ქოქოლაძე და წაართვა ელიტ ელექტრონიქსი გაატყავა ბატონი ჯემალ ლეონიძე და წაართვა მაგნატი კიდე რამდენი ადამიანი ყავს გადაგდებული აი ეს შესანიშნავი ბიზნესმენი კიდე თემურ ყორშია ხო ზუგდიდელი კაცი ამ უბედურებაშიც იყო ის გარეული ხაზარაძე მე შეეწირა ის კაცი ნაციონალებმა დაიჭირეს ის და ციხეში მოკლეს წამებით იყო ამასთან დაკავშირებით ჩვენს გაზეთში ინტერვიუები მისი ვაჟი იყო ლაშა ყორშიას წელი ინტერვიუ და მისი მეუღლის ინტერვიუები იყო და აი მაგ თემურ ყორშიას ნათესავი არის ეს საყურიანი კონჩიტა რო არის ეს ბექა ყორშია ბატონო დიტო გეხვეწებით რა მაინც რა აი ვიცი მაინც დავიცვათ რა ბატონ როინ მეტრეველ სათაყვანებელ კაც რომ პროვოკაცია რომ მოუწყო ამ მიკროფონიანმა ვირთხავ ხო და ესე იგი შეურაცხყოფა რომ იაყენა ამ ხრის კაცს და რაღაცა რო სპექტაკლი დადგა და ამიტომ ვეუბნები მე მას აქედანაც და წერილიც ამაქვს დაწერილი
ეგ ბექა ყორშია კი არ არის, ეგ არის ბექა ყროლშია და ყროლში ხარ ძალიან აქ თქვით რა ვიცი რომ გასაგებია თქვენ ესეთი მაგრამ და ეს გარეთ არის ძალიან თქვით მაინც ცოტა ისე ვიხმარო ტერმინოლოგია რომ ტერს არ მივცეთ საშუალება და ძალიან აქ თქვით რომ აი მეც მაგდე გარეთ არის ეხლა დგას იქა და უფრო დიდი საყურეები უკეთია და ენა აქ 2 მეტროზე გადმოგდებული და საქართველოს უნდა გადაარჩინოს ეხლა მაგათა იმას მე რას ვამბობ, იცით, თქვენ სანამ შემოხვიდოდი ჩვენთან ეთერში ვლაპარაკობდი რაზე. აი ხლა და თქვენი აზრიც მინდა რომ ამდენი მიგრანტები რო შემოვიდნენ და საქართველოს რო არაქართულად იქცა, საპატრიარქომ ამაზე განცხადება არ უნდა გააკეთოს? თუ საპატრიარქომ კი არა, გოგიტა თოდრაძის უწყება არ აცხადებს, რამდენი ქართველია ჩაატარეს, აღწერა. და სასაული ხდება ხალხო 2026 წელს გეტყვიტო რამდენი ქართველია საქართველოში არ გვიცხადებს გოგიტა თოდრაძის სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ გვიცხადებს რამდენი ქართველია საქართველოში აღწერის შედეგები დაიდოს დადეთ აღწერის შედეგები კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენ უმცირესობაში ვართ უკვე და მალავენ ციფრებს მალავენ და ვის უშენებთ ამ სახლებს ვის უშენებთ ამ კორპუსებს გამოდით და თქვით ვისთვის შენდება ეს კორპუსები ვის ატყუებთ თქვენა ვის დაღუპულია ქვეყანა მე წინა ეთერშიც განვაცხადე და მე ამ ლაპარაკს არ მოვშლი იმიტომ რომ მე შეიძლება შევეწირო ამ საქმეს მაგრამ მე ამ ლაპარაკს არ მოვშლი საქართველოში კორპუსები შენდება არაქართველებისთვის 20% არ არის ეს კორპუსები ქართველების საკუთრებაში. ყველა მსხვილი დეველოპერული კომპანიის უკან დგას არაბული ფული. და გამოდით და თქვენ ხალატობთ საკუთარ სამშობლოს. საქართველოში დემოგრაფიული რუკა, დემოგრაფიული სიტუაცია არის ქართველთა საზიანოდ კატასტროფულად შეცვლილი. ჩვენ უმცირესობაში ვართ უკვე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება თბილისელი ბავშვების გინებები. რომ სტადიონებზე ვერ შედიან, იმიტომ რომ თამაშობენ არაბები, ირანელები და ინდუსები. აი ეს სიტუაციაა და ჩვენ ვის ვატყუებთ ბატონო? არა, მე რა ეკონომიკურ წინსვლაზეა ლაპარაკი. აი ეს არის საფუძველი ამის. არა 6 მილიარდი თუ იმაში უნდა დაიხარჯოს რომ არაბები და ბოდიში და პაკისტანელებმა უნდა საცხოვრებელი კორპუსები აუშენოთ, აი ეგეთი 6 მილიარდი საერთოდ არ გვჭირდება ჩვენ კაცო. ჩვენ სამშობლოს კარგავთ ბატონო ნიკოლოს, თვალსა და ხელშუა. 5 წლის შემდეგ ჩვენ აქ ვიქნებით სერიოზულ ომში. არა, ამაზე რომ კაცი ხმას არ ამოიღებს. პოლიტოლოგი რო ხარ, პოლიტიკოსი რო ხარ, ან ქმედებას, აი ეს ეროვნული პარტიებად რომ მოიაზრებიან ვიღაცები. გამოდი და გააკეთეთ ამ ტელევიზორში ბოდიში და ლამის ლეჟანკები რო გაშალოთ და დაწვეთ, კაცო. ადექი და იმოქმედეთ რა, წაგდებული აქვს ენა და ხმას და ესე იგი საქმეს არაკეთებენ. ვერ გავიგე, მართლა საშინელება, რაც მე უყურებ. ქვეყანა დაღუპულია, ქვეყანა გაყიდულია, საქართველოს გაყიდულია. გათავებულია ლაპარაკი უკვე რა. ჩვენ ალბათ რა ვიცი, აი ესპანელების მსგავსად რეკონკისტა თუ გვიშველის 800 წელი რო გაგრძელდა და 1492 წელს დამთავრდა, აი ამ იმაში თუ გადავართ რო იტყვიან ფაზაში, თორე ჩვენ არ ვიცი რა გვიშველება. საქართველოს ჩვენ კარგავთ, თვალსა და ხელშუა კარგავთ. თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მე ახლა თბილისში დავდივარ და ქუჩაში დავდივარ და სოფელში მივდივარ იმერეთში, ერთი მერცხლის ბუდესავით სოფელი მაქვს ვანის მუნიციპალიტეტში, იცით ეგ თქვენ და რა ვიცი, ხო და ყველგან არის ესეთი სიტუაცია. ახლა დასავლეთ საქართველოში ეს შეიძლება ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ უკვე აი ბათუმი უკვე აღარ არის, აჭარა უკვე აღარ არის საქართველოს. თბილისში ჩვენ უკვე კარგავთ პოზიციებს. 5 წლის შემდეგ თბილისში უკვე ქართულს ეკნება სერიოზული პრობლემები. უკვე ეს პრობლემები კარგად ჩანს ეს პრობლემები. ტრანსპორტს გადახედეთ ბატონო ნიკოლოს. უკვე გადაშავებულია და გადაყვითლებულია ყველაფერი. ქართველები უნდებით ერთმანეთის ჭამას და უნდებით იმას, რომ ესე იგი ადამიანის მსგავსმა არსებამ, როგორიც არის ელენე ხოშტარია და მეორე კიდე ადამიანს მიმსგავსებულმა არსებამ, როგორიც არის გედეონ ფობხაძე, ნუ ბარემ ჯვარი დაიწერეთ და არ ვიცი გაგვაგებინეთ კაცო, რომელი ხართ კაცი და რომელი ხართ ხალი და ქემაიც მოგილოცავთ რა აშია საქმე.
გავიგე რომ ესე იგი ჯერ თქვენს რომ ისიმშილე ხუტავ ეხლა თქვენს 2 დღის შემდეგ არაო ჩვენ ეხლა ვფიცო თუ შემოფიცავენო რომ ისაო ბოიკოტს გამოუცხადებენო 2 დღე ვერ ისიმშილეს აეწვათ კუჭები და ეხლა გადაატრიალეს პლასტიკა ნუ აი სამარცხვინო ხალხი სამარცხვინო არა მე კაცი არ დაიჭა არა რა ბოდი დაჯდებიან ამ ტელესტუდიაში იხილავენ იმას ტრამპის საკითხი ბიჭო იმ სტუდიაში ვეღარ შეხვალთ მალე პაკისტანელები დაჯდებიან ირანელები და ინდუსები დაჯდებიან რა გვერდით მოგჩება ყველაფერი რაც არის ეხლა ჩვენ ქვეყანას ჰქონდა პრობლემა აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებისა და ეხლა ეს თემა საერთოდ გადაიწია აღარავინ ეხლა გვაქვს იმაზე ლაპარაკი რომ ჩაკეტეთ კარებიო ვერ გავიგე რავალი გვაქვს ამისთანა ვინმესი რომ ვერ გავიგე ეს ხო ჩვენი გადასაწყვეტია ჩაკეტეთ კარები რა ბატონო ნიკოლოზ საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს 400,000 აზიელ მიგრანტს 400,000 აზიელ მიგრანტს აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება თქვენ იურისტი მძანდებით და თქვენ კარგად იცით რომ ამ 400,000 კაცს ძალიანაც რომ მოინდომო ვერ გააყარი აქედან გათავებულია ლაპარაკი 400,000 კაცი 5 წელიწადში გახდება 1.5 მილიონი სუმცირე ხო და ჩვენ უნდებით ძაღლების და კატების გამრავლებას ქართველები ხო არა ეხლა ზოგიერთი გამოკარგით რა ამ ციფრებს ნუ ეხლა ზოგიერთი ხო იცი ნუ აბუქებს სიტუაციას შედაროცი რომ რა ვაბუქებთ კაცო ეგ არის საჯარო რეესტრიდან ამოღებული ოფიციალური ინფორმაცია დღევანდელი ასავალ-დასავალი წაიკითხეთ და აგერ არის ყველაფერი დადებული არა ბოლო რა თმინა კაცო ასავალ-დასავალი ქუჩაში რომ დავდივარ ვერ ვხედავ მე ამას ეხლა მიხვალ იქა მაგა ის ხო არ არის რა ქვია ასავალ-დასავალი კაცო ბიბლია ხო არ არის მართლა აგერ არის ქუჩა და შეხედეთ რა მაგას ვიძახი კურიერს გამოიძახებ საჭმელს გამოიძახებ გლოვოდან ან იმიდან რა ქვია მეორე რაც არის და მოვა იმ ირანელი ან ისა რა ქვია პაკისტანელი ტაქს გამოიძახებ ქართველი არ არის ბოდით და ქუჩაში ტაქსი გამოიძახებ გუშინ წინ და ეგვიპტელმა არაბმა წამიყვანა სააკაძის მოედანზე არა ეს გეჩვენება თქვენ ბატონო დიტო ეს არ არის ეგ ხო მეჩვენება და დაღუპულია ქვეყანა მეთქი დაღუპეს ამ გარეწრებმა ქვეყანა შეჭამეს ფულები და ნუ რა ვიცი ახლა ნუ ყიდიან მიწა გაყიდულია ტყე გაყიდულია წყალი გაყიდულია ტერიტორიები გაყიდულია რა ვიცი ახლა მეტი რაღაც არის არა ჩვენს გაყიდულები ვართ ჩვენს გაყიდეს რა ხო და ნუ ახლა წავიდნენ ეხლა და გინდა დაალაგონ და გინდა გადმოალაგონ რაც უნდა ის უკეთია ასაგებია კარგით ამით დაგემშვიდობებით მადლობას მოგახსენებთ და კარგად მზადდებოდეთ კარგად იყავით ბედნიერად ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მართლაც იცით რა არის ხა მე არ სამხელისუფლების მტერი ვარ მაგრამ მე ვერავინ ვერ გამაჩუმებს ამ საკითხზე მე თუ ქართველი არ იქნება ამ ქვეყანაზე მე ეგეთი არწაფერი არ მინდა ამ ქვეყანაზე საერთოდ რა და ყველას მოუწოდებ ვისაც ხმა ამოიღება ამ ქვეყანაში რაღაცა ბოლო სიცხლე ასე გაგიწყალდათ კაცო რა ეკლესია იქნება პოლიტიკოსი იქნება მეცნიერი იქნება ეს მეცნიერებათა აკადემია ვერ გავიგე გამოვიდეს და თქვას რაღაცა სიტყვა ამოიღოს ერთხელ რა ვერ გავიგე რა უბედურება მართლა არ ოდადიხართ ქუჩაში ვერ ატყობთ ვიღაცა რომ გამოდის და არა ესესი არ რა ესესი არ არის ქუჩაში არ არის ეს ყველაფერი თვალშისაცემი კაცო ტრანსპორტია ხვალ ეს სიტუაცია არის სადღაც შეხვალ ეგ სიტუაცია არის ყველგან ეგ სიტუაცია არის რომ უკვე ქართველი აღარ არსებობს ამ ქვეყანაზე არ ვიცი სასწაულია და გადაცემის მიწურულს მოგახსენებთ რომ ხვალიდან ჩვენი გადაცემა უკვე 23 საათზე გავა ამიტომ წინასწარ უკვე იცოდეთ ეს ყველაფერი რომ რაღაც მოულოდნელობის ის არ იყოს ეფექტი 11 საათზე საღამოს 23 საათზე ვიქნებით პირდაპირ ეთერში კარგად მზადდებოდეთ